მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და შემდეგი საბრძოლო კვირით. ამჯერად ვაშინგტონის სიეტლიდან პირდაპირ გადმოხვდებით ლას-ვეგასში, მეტა აპექსში, სადაც გვექნება მეინ ივენთი ჰენატუ მოიკანუ კრის დანკანის წინააღმდეგ. ვნახოთ მოახერხებს თუ არა და გაწყვიტავს თავისი წაგებების სერიას მანი მოიკანო, თუ კრის დანკანი მოახერხებს და გააგრძელებს თავის winning streaks. ამ ქარდის კომეინი გვაქვს ქალბატონების დაპირისპირება მსგავსად წინა კვირის კომეინისა, ტაბატა რიჩი დაუპირისპირდება ვირნა ჯანდირობას. ამ ქარდზე ასევე ვნახავთ დაუმარცხებელ უმაგრეს ფინიშერ აბდულ რაჰმან იახაიევს ბრენსონ რიბეიროს წინააღმდეგ. მეინ ქარდის ერთ-ერთი ბრძოლა გვაქვს ასევე ეთინი იუინგი რაფაელ ესტევანის წინააღმდეგ. არ დაგიმალოთ და გეტყვით, რომ ჩემი აზრით ეს ბრძოლა საერთოდ საუკეთესო იქნება ამ ქარდზე. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, სანამ დავიწყებდეთ განხილვას, ეს იქნება ჩემი თხოვნა, ამით თქვენ მე ძალიან დამეხმარებით და მადლობა წინასწარ. სანამ ქარდის განხილვას დავიწყებ, ტრადიციულად ჩავხედოთ წინა კვირას, ჩვენ განვლილ კვირას, ჩვენ ბრძოლებს, ჩვენ პიკებს საერთოდ. ამჯერად ჩვენი პიკები 6-6-ზე წამოვიდა და ერთი ფრეც იყო რიკი სიმონის ფრე, ანუ 6-6 და 1 არის ჩვენი რეკორდი ამ წინა ქარდზე. რა თქმა უნდა, არ არის კარგი შედეგი, მაგრამ ხან ესე იქნება, ხან ისე სამაგიეროდ წინა ორი კვირა გქონდა ესე ჩვეულებრივი პიკებში წარმატებული. ბეტინგ პიკები ცოტა სხვანაირი იყო და იქ სხვა რაღაცეები მოხდა, მაგაზე ცალკე ვიდეოში ჩავწერ და ცალკე ვილაპარაკებ მსგავსად წინა კვირისა. საბოლოო ჯამში კარგი ქარდი იყო, მთავარი ბრძოლა, რასაც ყველაზე მეტად ველოდი და რაც ყველაზე მეტად მეგონა გამართლდა ჯოი ფაიფერმა დააფინიშა ისრაელ ადესანია. ძალიან გახარებული ვარ მაგ ბრძოლის შედეგით და ალბათ თქვენც ნახავდით მის კომენტარს შემდეგი ინტერვიუში, რაც თქვა ჯოუიმ. ძალიან ემოციური იყო, წინა ვიდეოშიც ვილაპარაკე მასზე და მის პირადულზე ცოტა. ძალიან სასიამოვნოა ჯოუის ესეთი გახარებულის ნახვა და ნახვა იმისა, რომ სწორ გზაზე დგას ახლა. სხვა ჩხუბებს რაც შეეხება, გამოსარჩევია გრასოს ჩხუბი. ძალიან მაგარი ჩხუბი იყო, სანამდეც გაგრძელდა, ძალიან მაგარი ფინიში აიღო გრასომ, რასაც ნახდად არ ველოდებოდი, თუმცა დაიჭირა მეისი, ძალიან მაგარი 1-2 ჩაუსვა, გათიშა და ჰაერშივე დაიჭირა და შეუკრა რიარ ნეიქედი. ძალიან მაგრა ეხერხება გრასოს რიარ ნეიქედ საბმიშენი. ნახეთ შევჩენკოსაც მსგავსად მოუგო, სპინინგ დარტმაზე დაიჭირა, ჩაიყვანა ძირს და შეუკრა ძალიან სწრაფად. სხვა ჩხუბებით ძირითადად სულ ფინიშები იყო, მარტო 3 ჩხუბი მივიდა გადაწყვეტილებამდე და მოკლედ საერთო ჯამში კარგი ქარდი იყო რა. გადავიდეთ ჩვენ ამ კვირის ქარდზე, ტრადიციულად მეინ ივენთიდან ვიწყებ, რენატო მოიკანო კრის დანკანის წინააღმდეგ. რენატუ 36 წლის მებრძოლი ლაითვეიტში, რომელმაც თავისი კარიერა თავიდან ფედერვეიტში დაიწყო. ძალიან გამოცდილია, ძალიან ბევრი ჩხუბი აქვს უკვე UFC-ში ჩატარებული, ვეტერანია UFC-ს, 27-ზე აქვს ბალანსი, ბოლო ორი ჩხუბი წაგება აქვს. ჩხუბობს ლაითვეიტის უმაღლეს დონეზე, წინის წინა ჩხუბი აქვს ისლამ მახაჩევთან, ჩემპიონთან წაგებული, ხოლო შემდეგი ბენიელ დარიუშთან წააგო, ანუ ბოლო ჩხუბი აქვს წაგებული ბენიელთან, სადაც ძალიან არ მომეწონა რენატუს პერფორმანსი. მოიკანოს კარიერას დიდი ხანია მოყვები, ფედერვეიტშიც რო ჩხუბობდა, მაშინაც ძალიან მომწონდა ეს მებრძოლი. სანამ მანი მოიკანო გახდებოდა, მანამდეც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლი იყო, ძალიან კარგად მახსოვს მისი ჩხუბი ბრაიან ორტეგასთან, სადაც ძალიან კარგად ჩხუბობდა, მაგრამ გილიოტინაზე დაიჭირა მერე ორტეგამ და სხვათა შორის სანამ დანკანთან ეს ჩხუბი ჩაინიშნებოდა, მარტში მოიკანოს წესით უნდა ეჩხუბა რემატჩი ზუსტად ორტეგასთან, რომელიც ფედერვეიტიდან ლაითვეიტში ადიოდა, დებიუტს აკეთებდა, მაგრამ ჩაეხსნა ტრამვის გამო და მოკლედ აღმოუჩინეს ახალი მეტოქე მოიკანოს ეს კრის დანკანი, თუმცა გადაუწიეს ცოტა ერთი თვით და ეხლა აპრილში მოიკანო შეხვდება კრის დანკანს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მოიკანო უკვე საკმაოდ დიდი ხანია ბრძოლისთვის ემზადება. დიდი ხანია ფაით კემპშია, იქიდან გამომდინარე, რომ ორტეგა ამოვარდა და ეგრევე უთხრეს, რომ დანკანი ეყოლებოდა ახალი მეტოქე, თუმცა დრომ გადაიწია, ისევ გააგრძელა კემპი ჩვეულებრივად, უბრალოდ უფრო დიდი კემპი გამოვიდა, ვიდრე ნორმალურად არის ხოლმე. ხოლო კრის დანკანისთვის 6 თითქმის 7 კვირიანი კემპია, რაც ცოტა ნამდვილად არ არის, მგონია საკმაოდ საკმარისია, არც იდეალური არ არის, თუმცა იდეალურთან უფრო ახლოსაა, ვიდრე არასაკმარისთან ჩემი აზრით. მანი მოიკანოზე ლაპარაკს რომ დაუბრუნდეთ, მოკლედ რაღაც პერიოდის წინ
რენატო მოიკანო მიხვდა რომ თავისი მხოლოდ ამ ჩხუბით ვერაფერს ვერ მიაღწევდა UFC-ში და შეცვალა თავისი game plan-ი, ასე ვთქვათ, და დაიწყო თავისი პერსონალიტის წარმორჩენა. ძალიან სასაცილო კაცია რეალურ ცხოვრებაში და გადაწყვიტა ამის ჩვენება ხალხისთვის და ზუსტად აი როცა მიკროფონს იღებდა ხელში აკეთებდა და ამბობდა იმას, რაც ხალხს ახალისებს და ამით მან შეიძინა უდიდესი ფანბაზა UFC-ში. მაგ პერიოდში მეც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი მოიკანოს და აი სანამ კამრამდე იჩხუბებდა, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ ნაბიჯს მიუყვებოდი მისას. სოციალურ ქსელებში ძალიან ვადევნებდი თვალყურს, მახსოვს როგორ დაიწყო YouTube-ი იმ პერიოდში, როცა ნელ-ნელა ძალიან პოპულარული ხდებოდა და სიმართლე გითხრათ, ჩემი ერთ-ერთი ინსპირაციის წყარო არის მოიკანო, რომ მეც YouTube-ი დავიწყე, იმიტომ რომ მახსოვს მის YouTube-ზე სულ 1000 ნახვა ქონდა ხოლმე თავიდან ვიდეოებს როდებდა. რაღაც პერიოდში ძალიან დიდ ნახვებზე ავიდა ინგლისურ ენოვან თავის YouTube-ის არხზე, თუმცა ეხლა შეცვალა სტილი, ბრაზილიულად მიყავს თავისი YouTube-ი და უდიდესი წარმატება აქვს, მოკლედ Fight Companions აკეთებს ხოლმე, ანუ ბრძოლებს არეაქტებს live რეჟიმში და უყურებს ხოლმე 30000, 40000, რაც უდიდესი რიცხვია live-ში ამდენი ადამიანი რო გიყურებდეს, შენ რეაქციას რო უყურებდეს, მოკლედ ძალიან მაგარია და აი მოკლედ ამ თავისი პოპულარობით და თავისი ამ შემართებით მიიღო ზუსტად ისლამ მახაჩევთან კამარზე ჩხუბის შანსი. გახსოვთ ალბათ ერთ ქართზე იყვნენ ისლამ მახაჩევს მაგ ქართზე უნდა ეჩხუბა არმან ცარუკიანთან და ზუსტად ბრძოლის დღეს ამოვარდა არმან ცარუკიანი, როგორც არმანი ამბობს, ტრამვა მიიღო და ჩაიხსნა ბრძოლას და მოიკანოს თავისი ჩხუბი ბენიელ დარიუშთან საერთოდ გაუუქმეს, ბენიელა სახში გაუშვეს და მოიკანო ჩასვეს ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ და ესე გადაარჩინეს main event-ი. მართალია დამარცხდა მანი მოიკანო მაგ ჩხუბში, მალევე პირველ რაუნდშივე გაგუდა ისლამმა, თუმცა მერე და მერე მოიკანომ თქვა და გაამხილა, რომ მან მაგ ჩხუბში აიღო ყველაზე დიდი თანხა თავის საბრძოლო კარიერაში, ერთ ჩხუბში რაც აუღია, თუ არ ვცდები, სადღაც $1 მილიონზე ცოტა მეტი თქვა მოიკანომ. ამის შემდეგ მან გახსნა თავისი დარბაზი და ჩემი აზრით მოიკანო ამის შემდეგ ცოტათი შენელდა. თავისი გონება გადაიტანა უკვე სხვა რაღაცეებზე, თავისი დარბაზი აქვს, YouTube-ი აქვს, რაც ძალიან მაგრამ მიდის. ნახეთ ამის შედეგიც, ბენიელ დარიუშთან ძალიან ცუდი ჩხუბი ჩაატარა ის. პირველ რაუნდში დაანოკდაუნა მართალია ბენიელა, მაგრამ მეორე და მესამეში ისე დაიღალა, რომ აღარაფრის თავი აღარ ქონდა და ბენიელამ ადვილად მოუგო. დაჟე აქეთ ეჭიდავებოდა ბენიელ დარიუში მეორე მესამე რაუნდში, ზურგიც ქონდა რაღაც მომენტში აღებული, არა და მეგონა რომ ჭიდაობაში უფრო მოიკანო და ჩაგრავდა. მართალია ბენიელა ძალიან მაგარი გრეპლერია, ძალიან მაღალი დონის გრეპლერია, მაგრამ ფიქრობდი მსგავსად ბენუა სენდენისთან როგორც იჭიდავა, მსგავს გაუკეთებდა ბენიელს მოიკანო ამ ჩხუბშიც, მაგრამ ვერ მოახერხა და მაგ ჩხუბში გამარჯვებული დარჩა ბენიელ დარიუში. რო შევადა რომ სანამ ისლამის ჩხუბამდე მივიდო და მოიკანო ძალიან მშიერი იყო. გემახსოვრებათ ალბათ მისი ცნობილი ფრაზა I can't afford to lose, რასაც იძახდა ყველა ჩხუბის შემდეგ. დამარცხების საშუალება არ მაქვს, უბრალოდ ვერ დავმარცხდებიო, იმიტომ რომ ძალიან ასაკი შევდივარო, უბერდებიო და კამარზე აუცილებლად უნდა ვიჩხუბო და მოკლედ მიაღწია თავის გეგმა, შეასრულა, იჩხუბა კამარზე. მეორე მხარეს ყავს კრის დანკანი, შოტლანდიელი მებრძოლი, რომელიც ჩემი ასევე ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია. მოიკანოზე მეტად ახლა დანკანი უფრო მომწონს, როგორც მებრძოლი და ასევე როგორც პერსონა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ორი მებრძოლი ერთი დარბაზიდან არიან, ATT-დან მოდიან, ამერიკან top team-დან. მართალია დანკანი შოტლანდიაში ვარჯიშობს, მაგრამ კემპები, ძალიან ბევრი კემპი აქვს გატარებული top team-ში. ანუ ნავარჯიშებიც აქვს ძალიან ბევრჯერ ერთმანეთთან. ინტერვიუებში ამბობს დანკანი ამაზე, რომ ერთმანეთში ბევრი სპარინგიც აქვს ჩატარებული, ასე რომ შეიძლება ცოტა უცნაური ჩხუბი ვნახოთ ამ დაპირისპირებაში, ასე მგონია. ესე ხდება ხოლმე, როცა მებრძოლები ერთმანეთს იცნობენ. ძალიან საინტერესოა ვნახოთ რა იციან ერთმანეთზე და რა შეეცდებიან. 32 წლისაა კრის დანკანი, 15-2-ზე აქვს ბალანსი, შედარებით ახალგაზრდაა მოიკანოზე და ჩემი აზრით ბევრად მშიერი მებრძოლია, 4 კაციანი winning streak-ი აქვს. კრის დანკანს აქვს მძიმე ხელები და ძალიან მაგარი საბმიშენები, მე ძალიან მიყვარს მისი საბმიშენები. უყვარს ანაკონდა ჩოუკები, დარსიც უყვარს, გილიოტინა აქვს ძალიან მაგარი, ვნახეთ ჯორდან ვუჩენიჩი რო გაგუდა ინგლისში, ანდერდოგი იყო იმ ჩხუბში და დაანოკდაუნა კიდევაც ვუჩენიჩი. გილიოტინა აქვს ასევე ბოლაჯიოკისთან გაკეთებული, ხოლო წინის წინა ჩხუბში მათეუშ რეპეცკის ეჩხუბა, სადაც გამოაჩინა თუ რა გამძლეობა აქვს და რა ამტანია.
ძალიან მაგარი ჭუბი იყო, Fight of the Night იყო, დახოცეს ერთმანეთი იმ ჭუბში რებეცკიმ და დანკანმა. ძალიან ახლო ჭუბი იყო, მაგრამ რებეცკის უდიდესი ზიანი ჰქონდა მაგ ჭუბში მიღებული და ამ ზიანის ხარჯზე მოიგო დანკანმა ეგ ჭუბი. ხოლო ბოლო ჭუბში ტერენს მაკინის ეჭუბა, ტერენს მაკინი გვახსოვს წინა კვირიდან, გადაიტანა ტერენს მაკინის ეს პირველი რაუნდის ქარცეცხლი, არც დაჭირდა ბოლომდე, თავიდან კარგად მიყვა ტერენს მაკინი და აზიანებდა, თუმცა თავისი აი ამ გამძლეობით რაიტანა მაკინი ფეხზეც დააზიანა და შემდეგ უკვე დაზიანებულ მაკინის ანაკონდა გაუკეთა. სკილ თუ სკილ რო შევადაროთ ეს ორი მებრძოლი ძალიან გვანან ერთმანეთს, ორივე კარგი სტრაიკერია, ძალიან მაგარი გრეპლინგით, ვიცით ჩვენ მოიკანოს გრეპლინგით, ძირითადად ადრე ძველ ჭუბებში მოიკანო თავისი გრეპლინგით იგებდა ხოლმე, ძალიან მაგარი ბექთეიკი აქვს. და აი ზურგის აღების მერე გუდავს ხალხს. დგომში და სტრაიკინგში დანკანი მგონია რომ უკეთესია მოიკანოზე. ჭიდაობა და თეიქდაუნები რო ავიღოთ სულ პატარა უპირატესობას მივცემდი მაინც მოიკანოს. ხოლო გრეპლინგს რაც შეეხება სუფთა ჯიუ-ჯიტსუში მგონია რომ ეს ორი მებრძოლი თანაბარია. ჭიდაობაში ვაძლევ მოიკანოს პატარა უპირატესობას, იმიტომ რომ აი ბოდილოკ თეიქდაუნები უყვარს მოიკანოს. ვნახეთ ჩვენ ბენუა სანდენის როგორც გაუკეთა და როგორც უკეთებდა ტეიქდაუნს. კლასიკურად ბერძნულ რომაულ სტილში როგორც ჩაიყვანა ძირს ბენუა და ზუსტად მგონია რომ აი ამით ექნება შანსი მოიკანოს ამ ჭუბში, რომ დანკანი მიწაზე ჩაიყვანოს და ზემოდან აღმოჩნდეს. შეგვიძლია გავიხსენოთ დანკანის ბოლო წაგება მანუელ ტორესთან, სადაც მსგავს სტილში ჩაიყვანა ზუსტად მანუელ ტორესმა. მართალია ძალიან დიდი ძალა გამოიყენა იქ მანუელ ტორესმა და საერთოდ ყველაფერი ჩადო ამ თავის ტეიქდაუნში და ჩაიყვანა დანკანი, თუმცა ზუსტად აი ამ ბადილოკ ტეიქდაუნი ჩაიყვანა, ანუ ზედატანზე შეუკრა ხელი, ჩაიყვანა ძირს, ზურგი აუღო ძალიან სწრაფად და გაგუდა და აფინიშა დანკანი. ზუსტად ის სიკვენსი გააკეთა, რაც მოიკანოს უყვარს რა. ბადილოკ ტეიქდაუნი, ძირს ჩაყვანა, ზურგის აღება და ზურგიდან უმაგრესი ჩოუკი. ასე რომ ამ მატჩაპშიც მგონია რომ მოიკანოს ერთ-ერთი გამარჯვების გზა ზუსტად ეს იქნება. ცოტა სტრაიკინგზე და დგომში ჭუბზეც რო ვილაპარაკო, მგონია რომ დანკანი ბევრად გამძლეა. ამ დაპირისპირებაში მგონია რომ აი მოიკანო თუ დააზიანებს დანკანს და თქვა და აი დაანოკდაუნებს, დანკანს აქვს იმის შანსი და იმის შესაძლებლობა, ჩვენ ნანახი გვაქვს როგორც ვთქვი წინა ჭუბებში, რომ აღიდგინოს შემდეგ თავი არ დაფინიშდეს და დაბრუნდეს უკან და შეიძლება აქეთაც მოიგოს ჭუბი, თუმცა მგონია რომ მოიკანოს ამის შესაძლებლობა არ აქვს და თუ დააზიანა დანკანმა თავიდანვე მგონია რომ დააფინიშებს. ხოლო კარდიოს რაც შეეხება დანკანს ბევრად კარგი კარდიო აქვს. ნახეთ მოიკანო თავის ბოლო ჭუბში მეორე რაუნდში უკვე ძალიან დაღლილი იყო, რაც ნახდად არ არის კაი მისთვის. ანუ დაპირისპირებაში 5 რაუნდიანია ეს დაპირისპირება, რა თქმა უნდა მეინ ივენთია და ვფიქრობ რაც უფრო ლეით რაუნდებში გადავალთ, მით უფრო გაიზრდება დანკანის გამარჯვების შანსი. ვფიქრობ დანკანი უფრო ახალგაზრდაა, უფრო მშიერია, ხოლო მოიკანო უკვე მიაღწია თავის პიკს. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ ამ დაპირისპირებაში, რენატო მოიკანო ყავს ანდერდოგად 2.53 კოეფიციენტით, ხოლო კრის დანკანს აქვს 1.51. ალბათ უფრო ახლო უნდა ყოფილიყო კოეფიციენტები ამ დაპირისპირებაში, მაგრამ ესე გვაქვს, ხოლო ჩემ ფიქს რაც შეეხება, ვიტყვი და მგონია რომ დანკანი ან გადაწყვეტილებით მოიგებს, ან ბოლო რაუნდებში ალბათ TKO-თი დაამარცხებს რენატო მოიკანოს. გადავიდეთ main event-ზე, ტაბატარიჩი უირნა ჯანდირობას წინააღმდეგ. საინტერესო ფაქტია ამ ჭუბში ის რომ რამდენიმე დღის წინ უირნა ჯანდირობა იყო ანდერდოგი ამ დაპირისპირებაში, თუმცა ახლა გადმოჯდა ფავორიტად. 1.93 აქვს კოეფიციენტი, ხოლო ტაბატარიჩის აქვს 1.93, რაც იმას ნიშნავს რომ ბუკმეიკერებმა შეცვალეს კოეფიციენტი, იმიტომ რომ ბრძოლის კვირის დასაწყისში უფრო ბევრი ადამიანი ირჩევს უირნა ჯანდირობას გამარჯვებას. უირნა ჯანდირობას თავისი ბოლო ჭუბი აქვს ქამარზე ნაჭუბარი მაკენზი დერნის წინააღმდეგ, სადაც დამარცხდა, თუმცა ძალიან კაი ჭუბია ჩვენა. ბრძოლა როცა მორჩა, არ ვიცოდი რომელი მებრძოლი იყო გამარჯვებული, ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული რომ მაკენზი მოიგო და ჩემი აზრით იმაზე ახლო ჭუბი იყო, ვიდრე საჯმა დაინახეს ეს ჭუბი, რადგან ერთსულოვნად მისცეს მაკენზი დერნს გამარჯვება. 37 წლის არის უირნა, 22-4-ზე აქვს ბალანსი და პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ უირნა სტილი არის გრეპლინგი. ჭიდაობა, ძირითადად ჭიდაობს ხოლმე, არც თუ ისე კარგი სტრაიკინგი აქვს და ზუსტად აი ჩემი აზრით ამ
კარგი სტრაიკინგით აჯობა დერნმა და მსაჯების თვალში ზუსტად დერნის უკეთესი სტრაიკინგი გამოჩნდა იმაზე კარგად ვიდრე ვირნას აი ეს ტეიქდაუნები და თქვათ ძირს კონტროლი რაც იმ ჩუბში ქონდა. თუმცა დგომშიც არ არის ძალიან ცუდი სტრაიკერი. ნორმალურზე ალბათ ცოტა დაბალი დონის სტრაიკერია, მაგრამ აი კამრამდე როგორც მივიდა თავისი ჭიდაობით და უმაღლესი დონის რესლინგით მივიდა. მანამდე აგერო ჩავხედოთ შაუნონიანს მოუგო, ამანდა ლემოს, ლუპიტა გოდინეს, მარინა როდრიგეს და ანჯელა ჰილთან აქვს გამარჯვება. აი ამ ხუთ ბრძოლიანი ვინსტრიკის შემდეგ მიიღო კამარზე ჩხუბის შანსი. საინტერესოა ის რომ ამ ხუთ ბრძოლაში ორი ისეთი მებრძოლი ვთქვი ახლა შაუნონიანი და ლუპიტა გოდინეზი რომლებსაც აქვთ მოგება ტაბატარიჩის წინააღმდეგ. თან სულ სამი ჩხუბი აქვს აგებული ტაბატარიჩის თავის კარიერაში და აქედან ის ორი არის ისეთი მებრძოლი რომელსაც ვირნა ჯანდირობა ეჩხუბა და მათ მოუგო. მართალია ეს არაფერს ბევრს არ ნიშნავს, MMA მათემატიკა არ მუშაობს, ჩვენ ვიცით ეს. თუმცა მაინც ფაქტია და აღსანიშნავია, თან შაუნონიანმა ძალიან მარტივად და ძალიან ადვილად მოუგო ტაბატარიჩის, ხოლო ჯანდირობამ აქეთ პირიქით უმარტივესად მოუგო შაუნონიანს. სამი რაუნდი აკონტროლა უმარტივესად, თუმცა რა თქმა უნდა, რაც თქვი, სტილისტიკური დაპირისპირებაა იმ ჩხუბში შაუნონიანი ტაბატარიჩისთან სტრაიკინგის ბრძოლა იყო და მაგიტომ მოუგო შაუნონიანმა და ჯანდირობასთან ვერ მოახერხა ფეხზე დგომა, რადგან ეჭიდავა ჯანდირობა და ზუსტად იგივე ლუპიტასთანაც, ლუპიტამ დგომში მოუგო ტაბატას, ხოლო ჯანდირობა ეჭიდავა ლუპის და ისე მოუგო. მიხვდებოდით ალბათ იქიდან გამომდინარე რაც ვილაპარაკე, ძირითადად დგომში უყვარს ბრძოლა ტაბატას და უფრო სტრაიკერია, თუმცა ძალიან კაი ჯუდოკაა, საკმაოდ კარგი ნორმალური გრეპლინგი აქვს ასევე, მაგრამ აი ეს გდებები, ჯუდო გდებები აქვს ძალიან კაი. ძიუდოისტი იყო ადრე. ახლა მისი შეყვარებული არის კალუმ ვოლში, რომელიც არის ახალგაზრდა და უმარცხებელი მოკრივე, ძალიან მაღალი დონის და ტაბატას თავის კარიერის ამ ახალ ნაწილში დაეთხო მისი სტრაიკინგი და მისი კრივი როგორ განვითარდა, დაეთხო ანუ ვოლსთან ერთად ვარჯიში. განხილვის ბოლოსკენ რო გავიდე, მგონია ვირნა ამ დაპირისპირებაში აუცილებლად შეეცდება ტეიქდაუნებს და აუცილებლად გადაიყვანს ტაბატარიჩის რაღაც მომენტში ძირს. ტაბატა რაღაც მომენტში მგონია რომ წამოუდგება, თუმცა აი ამ ჭიდაობით, heavy wrestling-ით მგონია გამარჯვებული დარჩება ამ დაპირისპირებაში ვირნა ჯანდირობა. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, რაც გვაქვს აბდულ რაჰმან იახიაევი ბრენსონ რიბეიროს წინააღმდეგ. დიდი ბიჭების ჩხუბი გვაქვს, იახიაევი 8-0-ზე რეკორდით არის. აგერ UFC-ში მეორე ჩხუბს იჩხუბებს უკვე და აქამდე რაც აქვს ჩხუბები ყველა პირველ რაუნდში აქვს დამთავრებული. ეს მებრძოლი არის ფინიშერი, ძირითადად სულ ფინიშები აქვს, ერთი ჩხუბი აქვს, აგერ ნიკოლაი კოვალენკოსთან UFC-მდე 5 რაუნდი აქვს ნაჩხუბი და decision-ით აქვს მოგებული, ანუ ხედავთ რომ 5 რაუნდით შეუძლია ჩხუბი. რაც ძალიან მაგარია, აგერ კონტენდერების სერიაში 30 წამი დაჭირდა, საიდანაც მოიპოვა კონტრაქტი და შემდეგ UFC-ში სერკერას მოუგო წინა ჩხუბი და მანდაც 33 წამი დაჭირდა და ეხავე ვიტყვი რომ აგერ რიბეიროსთან უფრო ნაკლები დაჭირდება დიდი ალბათობით, იმიტომ რომ რიბეირო საერთოდ არ არის მაღალი დონის მებრძოლი და ჩემი აზრით UFC-ის დონის მებრძოლი საერთოდ არ არის. იქ აგერ ორი მოგება UFC-ში, მაგრამ ერთი split decision-ით აქვს და მეორე დიარ ნურგოჟაისთან აქვს მოგებული submission-ით. ნურგოჟაისთან, რომელსაც საერთოდ გრეპლინგი არ აქვს, ხოლო რიბეიროს თუ აქვს რამე, რაღაც თუ აქვს, ეს არის მისი ათლეტურობა, რასაც დიდად ვერ იყენებს და მისი გრეპლინგი 17-9-ზე აქვს ბალანსი და ბევრს არ ვილაპარაკებ. ამ ქართზე საერთოდ ყველაზე დიდი ფავორიტია იახიაევი. 1-0.5 აქვს კოეფიციენტი, ხოლო რიბეიროს 9-50 აქვს. ბევრი ლაპარაკის გარეშე, რა თქმა უნდა, იახიაევი დარჩება გამარჯვებული ამ დაპირისპირებაში. გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე, რაც გვაქვს ეთინ იუინგი რაფაელ ესტემამის წინააღმდეგ. ეთინ იუინგი გვახსოვს თავისი წინა ჩხუბიდან დებიუტი გააკეთა UFC-ში, short notice დებიუტი გააკეთა მალკომ ველმეიკერთან და მოიგო ის ჩხუბი, რასაც
არავინ არ ელოდა, იმიტომ რომ Wellmaker-ი ძალიან მაგარი სტრიკით მოდიოდა, ძალიან მაგარი მებრძოლია, ძალიან მაგარი პროსპექტია და ყველას ეგონა რომ Wellmaker-ი თავის საფირმო მარცხენა ჰუკით გათიშავდა Ethan Ewings, თან არავინ არ იცოდა ვინ იყო Ewing-ი, მეც რო ვნახე, მეგონა რომ Malcolm Wellmaker-ი აუცილებლად გაარტყავდა თავის მარცხენა ჰუკს, უბრალოდ ვერ ააცელდა, იმხელა თავი აქვს ამ კაცს, მაგრამ შეჭამა ყველა დარტყმა საერთოდ Wellmaker-ის თავიდან და მე ნელ-ნელა აუკრიფა, უმაგრესი ბოქსინგი აქვს, უკეთებდა ტეიქდაუნებს ასევე Wellmaker-ს, უმიქსავდა. თავიდან პირველი რაუნდის პირველ ნახევარში კარგად ედგა Wellmaker-ი, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა გადაიბარა თავისკენ მთლიანი ჩხუბი Ewing-მა. მოკლედ ძალიან მაგარი მებრძოლია, ძალიან მაღალი დონის მოკრივეა, აკეთებდა კომბინაციებს, რაც კრივის კომბინაციებს, რაც UFC-ში და საერთოდ MMA-ში არ არის ხშირი. ილია როგორც აკეთებს 1 2 3 4 5 6 რომ აბავს ხოლმე, მართალია ილიას მსგავსად არა, მაგრამ მიახლოებით მაინც აღსანიშნავია, აუცილებლად უნდა მეთქვა, იმიტომ რომ ხშირად ვერ ვხედავთ ხოლმე მსგავს კომბინაციებს MMA-ში. მგონია რომ ძალიან მაგარი სკილი აქვს ეს Ethan Ewings. იმ ჩხუბში სულ რამდენიმე დღის ნოუთისი იყო, თან სანამ იჩხუბებდა Wellmaker-თან, ზუსტად 1 კვირით ადრე ქონდა UFC-ს გარეთ ჩხუბი ჩატარებული და პირველ რაუნდში მოიგო ის. ძირითადად სულ ფინიშები აქვს მის მეთოქეს Rafael Estevam-ს, რაც შეეხება ის არის მებრძოლი, რომელიც flyweight-ში ჩხუბობდა, ანუ ერთი წონით ქვემოთ იყო, თუმცა ვერ ხედავთ წონას ვერ აბარებდა, პრობლემები ჰქონდა UFC-ში, რაც აქვს ნაჩხუბარი, თავისი 3 ჩხუბიდან ორჯერ ვერ ჩააბარა წონა და ეხლა გადაწყვიტა რომ ზემოთ ასულიყო, ზუსტად მაგიტო ბენთემოიჩი გვექნება ეს მეჩაპი. 14-0-ზე აქვს დაუმარცხებელი მებრძოლია, 29 წლისაა და Rafael Estevam-ი არის გრეპლერი. კონტენდერების სერიაში აქვს მოპოვებული თავისი კონტრაქტი, სადაც ფინიში აიღო. ეჭიდავა თავის მეტოქეს და მეორე რაუნდში TKO-ი ზემოდან შეაჯდა და დააფინიშა. ხოლო შემდეგ UFC-ში მოხვედრის შემდეგ, აგერ ხედავთ Charles Johnson-თან აქვს პირველი ჩხუბი, ნაჩხუბარი და მოგებული აქვს decision-ით, Jesus Aguilar-თან, SS decision-ით და ბოლო ჩხუბი Felipe Bunes-თან. მოკლედ Rafael Estevam-ი არის მაღალი დონის wrestler-ი და გრეპლერი. უყვარს თავის მეტოქეების გაკონტროლება და შემდეგ ამის submission-ის ან TKO-ს პოვნა. ზუსტად იგივე game plan-ი ექნება. არ არის კარგი სტრაიკერი საერთოდ, ეს ბრძოლა თუ ფეხზე დარჩა, Ethan Ewing-ი აუკენწლის თავს ძალიან მარტივად. ასე რომ ვფიქრობ, Rafael Estevam-ის გეგმა იქნება, რომ ძირს ჩაიყვანოს Ethan Ewing-ი და იქ მოუხერხოს რამე, რასაც მგონია რომ ნახევარწილად მოახერხებს, მგონია რომ რაღაც მომენტში ამ ბრძოლაში აუცილებლად ვიხილავთ Rafael Estevam-ის მიერ ძირს ჩაყვანილ Ethan Ewing. Rafael Estevam-ი არის ის მებრძოლი, რომელიც არ გაჩერდება და takedown-ზე გაუკეთებს Ewing-ს, თუმცა მგონია რომ Ethan Ewing-ი მოახერხებს წამოდგომას, თვითონაც გვაჩვენა თავის ბოლო Wellmaker-თან ჩხუბში, რომ შეუძლია takedown-ების გაკეთება და აქვს ჭიდაობის რაღაც დონე მასაც. საბოლოოდ მაქვს Ewing-ის იმედი ამ ჩხუბში, ძალიან მომწონს ეს მებრძოლი, თან ისიც ფაქტორია, რომ Rafael Estevam-ი ერთი წონით მაღლა ადის და ისეთი ძლიერი ვერ იქნება, როგორიც flyweight-ში იყო, ანუ flyweight-ში ძალიან ჩაგრავდა თავის მეტოქეებს, თავისი ამ ძალით და ძალიან დიდი იყო მოკლედ, ხოლო bantamweight-ში აღარ იქნება ეგ უპირატესობა. ეხლა კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, საინტერესოა, აქაც მსგავსად Khomeini-სა, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ Ethan Ewing-ი იყო underdog-ი, ხოლო ეხლა საკმაოდ შეიცვალა, ძალიან დიდი ცვლილება მოხდა კოეფიციენტების, 1.69 აქვს ეხლა კოეფიციენტი, ხოლო Rafael Estevam-ს 2.13, რაც ძალიან დიდი ცვლილებაა underdog-იდან ესეთ ფავორიტამდე ჩამოსვლა ძალიან დიდი არის, მგონი ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული დარჩება Ethan Ewing. შემდეგი დაპირისპირება გვაქვს Tommy McMillan-ი Marlon Zecchinis წინააღმდეგ. Tommy McMillan-ი ძალიან საინტერესო მებრძოლია, რომელიც გადმოვიდა Dana White-ის კონტენდერების სერიიდან, არის 28 წლის, კიდევ ერთი დაუმარცხებელი მებრძოლი ჩვენს ამ ქარtზე 9-0-ზე ბალანსით. ეს კაცი არის ფინიშერი, ყველა თავისი ჩხუბი, გარდა თავისი ბოლო ჩხუბისა, კონტენდერების სერიაში ბოლო ჩხუბისა, ყველა აქვს პირველ რაუნდში დამთავრებული
მიღებული, ხოლო აი ზუსტად ეს კონტენდერებში ჩხუბი მან ჩაატარა დავით მგოიანთან, რომელიც არის სომეხი მებრძოლი, არმან ცარუკიანის საანახლო მეგობარი და საკმაოდ კარგი დონის მებრძოლი, სადაც majority decision-ით მოიგო ტომი მაკმილენმა. ძალიან სანახაობრივი ჩხუბი იყო პირველ რაუნდში დავით მგოიანმა ორჯერ დასვა, ორი ნოკდაუნი გაუკეთა ტომი მაკმილენს და შემდეგ გილიოტინაზე ეჭირა, თან ძალიან მჭიდროდ გილიოტინა იყო, ნახდათ არ მეკონა მაქედან თუ გამოძრებოდა ტომი მაკმილენი, თავს აძრობდა მაგ მომენტში მგოიანი, თუმცა გადარჩა მაკმილენი და ამოუქაჩა, მე დაიღალა მგოიანი და მეორე მესამე რაუნდი ტომი მოიგო. ვფიქრობ რომ 10-8 იყო მგოიანისთვის ეს პირველი რაუნდი და ფრე უნდა ყოფილიყო, ერთმა მსაჯმა ზუსტად მასე დააფიქსირა, თუმცა დანარჩენმა ორმა 10-9 მიცა დავით მგოიანს ეს პირველი რაუნდი და შემდეგ მეორე და მესამე რაუნდი მსაჯებმა ტომის მიცეს. ძალიან მაგარი გამძლეობაა ჩვენა მაგ ჩხუბში მაკმილენმა გადაიტანა ეს ძალიან მძიმე პირველი რაუნდი და მეორე და მესამეში მიყვა, აქეთ დააზიანა ძალიან, მაგრამ მგოიანი და საბოლოო ჯამში მაინც ვფიქრობ, რომ დამსახურებულად არის ეს მებრძოლი ახლა UFC-ში. შონომალის თიმიდან არის, ძალიან გაავს ფიზიკურადაც, თმებიც რაღაც მსგავსი სტილის თმები აქვს. ფიზიკურადაც მაღალია, გრძელია, შონომალისნაირად და ის სტილიც ზუსტად რაღაცნაირად შონომალისნაირია. ძალიან საინტერესო მებრძოლია, ძალიან ველოდები მის ამ ჩხუბს, ხოლო მის მეტოქეს რაც შეეხება, მანოლო ზეშინი არის იტალიელი მებრძოლი, 11-4 ბალანსით, რომელიც მგონია რომ შემთხვევით არის საერთოდ UFC-ში. ბოლო ჩხუბი აქვს, მისი ერთადერთი ჩხუბი არის მისი ბოლო ჩხუბი UFC-ში, მორგან შარიეს წინააღმდეგ, რომელიც არის 2023 წელს, ანუ 3 წლის წინ აქვს ბოლო ჩხუბი ჩატარებული. თან როგორც მახსოვს, მორგან შარიეს ვიღაცასთან სხვასთან ჰქონდა ჩანიშნული და რაღაც ბოლო რამდენიმე დღეში ამოუვარდა ის მებრძოლი. საფრანგეთში იყო ქარდი და მოგეხსენებათ მორგან შარიე არის ფრანგი მებრძოლი და აი ვიღაცა რო მიეცა და ვიღაცასთან რო ეჩხუბა, ალბათ გამოჩნდა მანოლო ზეშინი, ერთადერთი ვარიანტი იგი იყო ალბათ და ჩაუსვეს და უმარტივესად მორგან შარიემ მაგ ჩხუბში პირველ რაუნდში დაავინიშა ტანში ბოდიკიკებით. სხვას ბევრს ვერაფერს ვიტყვი ამ მებრძოლზე. კოეფიციენტებშიც უდიდესი განსხვავება რო ჩავხედოთ. 1-6 აქვს ტომი მაკმილენს, ხოლო მანოლო ზეშინის 8-50 აქვს და ჩემი პიკი იქნება რა თქმა უნდა ტომი მაკმილენის გამარჯვება. მართალია ამ ჩხუბში ეს არ არის ტომის ტესტი. ტომი დიდი ალბათობით პირველ რაუნდში მარტივად გადაუვლის ზეშინის, თუმცა ნახოთ მომავალში საინტერესოა როგორ გაკაჩავს ტომი მაკმილენი. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, რაც გვაქვს გუილერმე პატი ტომას პეტერსონის წინააღმდეგ. გუილერმე პატი არის ბრაზილიელი მებრძოლი, კიდევ ერთი დაუმარცხებელი მებრძოლი ამ ქარtze. ჰევივეითების ჩხუბია ეს. და პატს აქვს ერთი ჩხუბი UFC-ში ჩატარებული ალენ ფრის ჩხუბა წინა წელს. decision-ით მოიგო. პირველი ჩხუბი ეს იყო მისი რაც ვნახე 31 წლისაა და გამოსარჩევი რაც არის ამ მებრძოლში არის ის რომ ძალიან ათლეტურია. ბევრი ათლეტური heavyweight-ი არ ყავს. ამის დასადასტურებლად შეგვიძლია შევხედოთ მის მეტოქეს ტომას პეტერსონს. გუილერმე პატი არის დგომის მებრძოლი და აი თავისი ბოლო ეს ალენ ფრაისთან ჩხუბი ზუსტად დგომში ეჩხუბა. თუმცა რაც ვნახე, რაც შევამჩნიე მაგ ჩხუბში, ეს კაცი აშკარად არ არის ფინიშერი, იმიტომ რომ როცა აზიანებდა, არ მიყვებოდა ალენ ფრაის და ზუსტად მაგიტო მოუგო decision-ით. არანაირი შანსი არ ჰქონდა ალენ ფრაის, ძალიან მარტივად ცემდა მაგ ჩხუბში გუილერმე პატი და რაღაცნაირად შევადარებდი გუილერმე პატის სირილ განს. განეს მსგავსად ათლეტური მებრძოლია და აქვს კარგი სტრაიკინგი. ხოლო მის მეტოქეს რაც შეეხება ტომას პეტერსონი, ბევრად გამოცდილი UFC-ში ბევრად გამოცდილი მებრძოლია, 10-4 აქვს ბალანსი. აქედან 3 წაგება აქვს UFC-ში განცდილი, ერთი აქვს UFC-ს გარეთ, თუმცა უკვე ახლანდელ UFC-ს მებრძოლთან ვალდო სალსაბოიკო აკოსტასთან აქვს,
ხოლო UFC-ში ჯამალ პოქსთან, შამ გაზიევთან და უიტორ პეტრინოსთან აქვს წაგებული, ხოლო მოგება აქვს მოჰამედ უსმანთან და დონთელ მეიესთან. ასე თუ ისე ჰევივეითებისთვის მაინც ნორმალური დონის მოჭიდავეა და ზუსტად აი ეს ორი მოგება რაც აქვს UFC-ში, ზუსტად აი ამ თავისი ჭიდაობით აქვს, მაგრამ აი დგომში ძალიან დაბალი დონის მებრძოლია. ამ ჯგუფში თამამად შემიძლია თქვა, რომ ტომას პიტერსონი შეეცდება ჭიდაობას, ხოლო პატი შეეცდება რომ დგომში გააჩეროს ეს ჩხუბი და თავისი სტრაიკინგით მოუგოს. ვფიქრობ მოახერხებს პატი და აი ამ მის თავის ფიზიკურობას ვენდობი და ვიტყვი რომ მოახერხებს და შეაჩერებს ტომას პიტერსონის ტეიქდაუნებს და დგომში თუ გაჩერდა ეს ჩხუბი, დგომში აუცილებლად დაამარცხებს გუილერმე პატი ტომას პიტერსონს. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, ძალიან ახლო კოეფიციენტები გვაქვს ამ ჩხუბში, 1.93 აქვს, ძალიან პატარათია ფავორიტი გუილერმე პატი, ხოლო ტომას პიტერსონს აქვს 1.93 და ჩემი საბოლოო ფიქი ამ დაპირისპირებაში იქნება გუილერმე პატის გამარჯვება. გადავიდეთ ჩემი დაპირისპირებაზე, რაც გვაქვს ჟოზე მაურო დელანო რობერტ რუხავას წინააღმდეგ. ჟოზე დელანო 16-3-ზე ბალანსით 29 წლის მებრძოლი, რომელიც დებიუტს გააკეთებს UFC-ში, დანა ვაიტის კონტენდერებში აქვს მოპოვებული თავისი კონტრაქტი, რომელშიც decision-ით მოიგო, თუმცა მანამდე ვხედავთ ძირითადად სულ ფინიშები აქვს თავის კარიერაში. ჟოზე დელანო ძირითადად არის დგომის მებრძოლი, უყვარს სტრაიკინგი და ძირითადად ზუსტად აი ამ სტრაიკინგით უგებს ხოლმე თავის მეტოქეებს, კარგად იცავს ტეიქდაუნისგან თავს. ძირითადად ცდილობენ ხოლმე მასთან ჭიდაობას, თავს იცავს და შემდეგ დგომში უგებს თავის მეტოქეებს. დაახლოებით მსგავსი სტილი აქვს, ალბათ ოდნა უფრო მეტს ჭიდაობს რობერტ რუხავას. ნახეთ მისი წინა ჩხუბი, დებიუტი UFC-ში რაც ქონდა ვილია გომისთან. რაღაც მომენტში ეჭიდავა ვილია გომის, რაუნდიც მოუგო, თუმცა საბოლოოდ დამარცხდა მაგ დაპირისპირებაში. უფრო ახალგაზრდაა, 27 წლისაა რუხავა, 11-3-ზე აქვს ბალანსი. KSW-ს ჩემპიონი იყო და მის შემდეგ გადმოვიდა UFC-ში. იოანა ინჯეიჩეკმა გადმოიყვანა. ის მსგავსად ვიკვაჩის ჩემპიონი იყო და რუხავას ჩემპიონი იყო KSW-ში და ორივეს მენეჯერია იოანა ინჯეიჩეკი. გახსოვთ ალბათ იოანა ინჯეიჩეკი UFC-ს ყოფილი ჩემპიონი, ქალებს შორის ლეგენდა ერთ-ერთი. მოკლედ გადმოიყვანა ეს ორი მებრძოლი UFC-ში. რუხავა ვარჯიშობს ATT-ში, ამერიკან top team-ში. ამ დაპირისპირებაში ძალიან დიდი ფავორიტია ჟოზე დელანო, რაც არ მგონია რომ სამართლიანი იყოს, მგონია კოეფიციენტები უფრო ახლოს უნდა იყოს იმაზე, ვიდრე არის 1.27 აქვს დელანოს, ხოლო რუხავას 3.68, თუმცა მაინც ვფიქრობ რომ უფრო დიდი შანსი დელანოს აქვს ამ ბრძოლაში გამარჯვების. უფრო რაღაცნაირი ჩამჯდარი და უფრო ჯანიანი მებრძოლია. რუხავა ცოტა მაღალი იქნება და შედარებით უფრო გრძელია. არ მგონია რუხავამ თავისი ტეიქდაუნები მოახერხოს და გაუკეთოს დელანოს, მაგრამ დგომში იმაზე თანაბარი მგონია ეს ჩხუბი, ვიდრე ხალხს გონია. თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ჩემი ფიქი ამ ჩხუბში იქნება 2-5 რაუნდზე მეტი. ანუ უფრო ჟოზე დელანოს გამარჯვებაზე მეტად უფრო მგონია რომ ამ ჩხუბში ვიხილავთ 2-5 რაუნდზე მეც და ზუსტად მაგითო გაკეთებ ამ ფიქს. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, რაც გვაქვს ალესანდრო კოსტა, სტიუარტ ნიკოლის წინააღმდეგ. კოსტა არის ბრაზილიელი მებრძოლი 30 წლის 14-5-ზე ბალანსით. და საინტერესო ფაქტია ის, რომ კოსტა არის დიეგო ლოპეზის სპარინგ პარტნიორი. ორივე ბრაზილიელები არიან, ლოპეზის და კოსტაც და ისინი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად მექსიკაში. ალბათ იცით ლოპეზის ისტორია, ლოპეზის კარიერის თითოეულ ეტაპზე კოსტა მასთან ერთად იყო, ერთად აკეთებდნენ ყველაფერს. და აქედან გამომდინარე, ძალიან ნორმალური დონის მებრძოლია კოსტა, მართალია ბოლო ჩხუბი წაგება აქვს, მაგრამ აი UFC-ში რაც შემოვიდა, ერთს იგებს, ერთს აგებს. და აი რო ჩავხედოთ წაგებებსაც, ამირ ალბაზისთან აქვს წაგებული, სტივ ერსეკთან და აი ბოლოს აიდენ კორიასთან წააგო. ეს სამივე მარცხი არ არის დაბალი დონის მებრძოლებთან წაგებული. ალბაზიც top 5-ის, top 10-ის მებრძოლია, ისევე როგორც სტივ ერსეგი, ხოლო აიდენ კორიას რაც შეეხება, ძალიან მაგარი პროსპექტია და ძალიან მალე ჩემი აზრით იქნება ისიც top 10-ში. ხოლო მოგებებს რო ჩავხედოთ, აგერ ჯიმი ფლიკთან აქვს მოგებული. ჯიმი ფლიკი მართალია არ არის მაღალი დონის მებრძოლი, თუმცა აი კევინ ბორხასთან TKO-ით გამარჯვება
გამოირჩევა, ჩემთვის ძალიან კარგად გამოიყურება. მეორე მხარეს მის მეტოქეს რაც შეეხება სტიუარტ ნიკოლს, მას აქვს 2 ჩხუბი UFC-ში და ორივე არის მარცხი. ჟესუს აგილართან და ჟესუს აგილართან გილიოტინით ფინიშით წაგებული, რაც ნახდად არ არის კაი ლუკი და შემდეგი აქვს ლუკას როხასთან. ბევრს არ ვილაპარაკებ ამ ჩხუბზე, პირდაპირ ვიტყვი რომ ჩემი პიკი ამ დაპირისპირებაში იქნება ალესანდრო კოსტა და ბევრად მომწონს ალესანდრო კოსტა თავის მეტოქესთან შედარებით. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1:22 აქვს, ძალიან დიდი ფავორიტია კოსტა და მგონია ძალიან სამართლიანადაც. 4:15 აქვს სტიუარტ ნიკოლს კოეფიციენტი. გადავიდეთ პრელიმების შემდეგ ჩხუბზე, რაც გვაქვს ლანდო ვანატა, დარიუს ფლაუერსის წინააღმდეგ. ძალიან უცნაური ჩხუბი, ლანდო ვანატა არის ვეტერანი UFC-ის 34 წლის მებრძოლია, რომელსაც თავისი ბოლო ჩხუბი აქვს ჩატარებული 2023 წელს. საერთოდ აღარ მახსოვდა ეს მებრძოლი, მეგონა რომ პენსიაზე იყო გასული, თუმცა აგერ თურმე კიდე ჩხუბობს კაცი. ბოლო 2 ჩხუბი წაგება აქვს, ძალიან უცნაურია, ამდენი ხანი სად იყო, კაცმა არ იცის. ხოლო მის მეტოქეს რაც შეეხება დარიუს ფლაუერსი, ესეც ძალიან უცნაური მებრძოლია, 3 ჩხუბი აქვს UFC-ში ჩატარებული და 3-ვე წაგება აქვს, ძალიან დაბალი დონის მებრძოლია ჩემი აზრით და აღსანიშნავია ის რომ კონტენდერებში აქვს მოპოვებული მას თავისი UFC-ის კონტრაქტი და ძალიან მწარედ მახსოვს 2022 წელს ამირან გოგოლაძეს მოუგო და თუ გახსოვთ რაღაც მომენტში აწია ამირანი და ძირს ჩაყავდა და ამირანს მხარი ამოუვარდა მაგ ჩხუბში და უბრალოდ ვეღარ გააგრძელა ეგ ჩხუბი და აი მაგ სლემით სლემ TKO ჩაუთვალეს ფლაუერს და მაგით მიიღო კონტრაქტი. ძალიან საწყენია, მოკლედ ამირანი ბევრად კარგი მებრძოლი იყო, ამაზე უბრალოდ ესეთი უიღბლობა შეემთხვა და დამარცხდა მაგ ჩხუბში. შემდეგ ფლაუერსმა მიიღო თავისი შანსი UFC-ში და აგერ ჩანს რომ ის ნახდად არ არის UFC-ის დონის და ძალიან შემთხვევით მოხვდა UFC-ში. არ ვიცი ამ დაპირისპირებაში მეტი რა ვილაპარაკო, ერთი მებრძოლი რომელსაც 3 წელია რო ჩხუბია, რომელიც უკვე ვეტერანია და ასაკშია და მეორე რომელიც ძალიან დაბალი დონის მებრძოლია, კოეფიციენტებს ჩავხედავ 1:37 აქვს ვანატას, ხოლო დარიუს ფლაუერს აქვს 3. მოკლედ მარტივად რო ვთქვა, დარიუს ფლაუერს ნახდად არა ვიჩევ და ჩემი პიკი იქნება ლანდო ვანატა. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, რაც გვაქვს ქალების დაპირისპირება, დიონი ბარბოსა, მელისა კატოსინაამდე, ბრაზილიელი გოგოების ჯახი გვაქვს. დიონი ბარბოსა 8-4-ზე ბალანსით, რომელსაც აქვს 4 ბრძოლა UFC-ში ჩატარებული, 2 მოგება აქვს და 2 წაგება. თავისი ბოლო ჩხუბი კარინე სილვასთან ჩაატარა და წააგო, რაშიც მგონია რომ ძალიან არასამართლიანად წაართვეს ეგ ჩხუბი, მგონია მაგ ჩხუბში გამარჯვებული დიონი ბარბოსა იყო. გრეპლერია, ძალიან კაი გრეპლერია, ძალიან მაღალი დონის ჯიუ-ჯიტსუ აქვს და ასევე ძიუდო შავი ქამარია, თუმცა დგომშიც არ არის ცუდი. ძალიან კარგი ფიზიკა აქვს, კარგი ათლეტია. და აღსანიშნავია ის რომ გიგას დარბაში ვარჯიშობდა, როცა სანამ გიგა დატოვებდა თავის Kings MMA-ს, ანუ Kings MMA-დან არის დიონი ბარბოსა და ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, როგორც ვიცი, გიგასთან, ასევე მერაბიც როცა იყო ჩასული, მერაბსაც აქვს ამ გოგოსთან ნავარჯიშები და ვიცი რომ ძალიან უყვარს ქართველები და პატივს ცემს ქართველებს, ასე რომ ჩემგანაც რაღაც სიმპათიებს იმსახურებს ის, ხოლო მისი მეტოქე მელისა კატო 9-2-ზე რეკორდით 29 წლის. მას აქვს 5 ბრძოლა ჩატარებული UFC-ში, რომელშიც 3 გამარჯვება აქვს და 2 წაგება და მოკლედ ძალიან მსგავსი ტიპის მებრძოლები არიან ყველაფრით რა, რეკორდითაც, სტილისტიკურადაც მსგავსი სტილის მებრძოლები არიან და მოკლედ ძალიან მსგავსი მებრძოლები არიან და მგონია რომ ზუსტად მაგიტო ძალიან ახლო ჩხუბი იქნება. ბუქმეიკერებსაც ასე გონიათ 1:72 კოეფიციენტი ბარბოსას, ხოლო გატოს აქვს 2. სულ ცოტა პატარა უპირატესობას მივანიჭებდი ბარბოსას და ზუსტად მაგიტო ჩემი პიკი იქნება დიონი ბარბოსა. შემდეგი ჩხუბი აზამატ ბეკოევი, თრეშან გორის წინააღმდეგ.
ბეკოევი 24-ზე რეკორდით, რომელიც მოდის ბელგარისთან მარცხის შემდეგ. ნახეთ ჩვენ ბელგარი, რომ ძალიან მაგარი მებრძოლი ყოფილა, აგერ წინა კვირასაც დაამარცხა დაუმარცხებელი მანსურ აბდულმალიკი და დააფინიშა მსგავსად ბეკოევისა. ტრეშანგორი ახლოსაც არ არის იუსრი ბელგარის სტრაიკინგთან და ანუ მაგის საფრთხე არ მგონია იყოს ბეკოევისთვის, რომ გორი დგომში ასე აჯობებს. 5-4-ზე აქვს ბალანსი ტრეშანგორს, ძალიან ცუდი რეკორდია და მარტივად მგონია, რომ ბეკოევის დასაბრუნებელი ჩხუბია ეს და ვფიქრობ, რომ ის დარჩება ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული. ხოლო კოეფიციენტებს რაც შეეხება 1 და 15 აქვს ბეკოევს, ძალიან დიდი ფავორიტია, ტრეშანგორს აქვს 5 და 25. და მივადექით ბოლო ჩხუბს ალის პერეირა, ჰეილი კომანის წინააღმდეგ. ალის პერეირა არის 20 წლის მებრძოლი, რომელმაც თავისი დებიუტი UFC-ში ჩაატარა 19 წლის ასაკში, რაც ციგიჟია, 19 წლის გოგო ამ ხელა სცენაზე გამოვიდა, მართალია დამარცხდა, თუმცა split decision-ით აქვს წაგება. ეს არის მისი ერთადერთი მარცხი, მანამდე დაუმარცხებელი იყო. ხოლო მის მეტოქეს რაც შეეხება ჰელი კოვანი, ამერიკელი მებრძოლი 34 წლისაა, 14 წელია, მათ შორის განსხვავება 7-4-ზე ბალანსით, არც თუ ისე კარგი ბალანსი აქვს მას და მარტივად ამ ჩხუბზე ბევრი რო არ ვილაპარაკო, უფრო სტრაიკერია ალის პერეირა, ხოლო ჰელი კოვანი უფრო ჭიდაობს და ფიქრობ შეეცდება ამ დაპირისპირებაშიც. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1 და 79 აქვს ალის პერეირას ეხლა, ხოლო ჰაილი კოვანს 1 და 98 საკმაოდ ახლო კოეფიციენტებია და ჩემი ფიქი იქნება ალის პერეირას გამარჯვება. მგონია რომ დაიცავს ტეიქდაუნებისგან თავს რაღაც მომენტში და დგომში აჯობებს ჰეილი კოვანს. სულ ეს იყო მეგობრებო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი დღევანდელი პროგნოზები, ამ კვირის პროგნოზები იქნება უკეთესი ვიდრე წინა კვირის იყო. თხოვნა იქნება რომ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი და დამიწეროთ კომენტარები. ნელ-ნელა ვხედავ როგორ მეზრდება community და ძალიან ბედნიერი ვარ ამითი და თქვენი თითოეული ლაიქი და კომენტარი ძალიან მახარებს. მოკლე short ვიდეოებს ვდებ ხოლმე ძალიან ხშირად და ამ კვირაში და წინა კვირას იმდენად არ მეაქტიურია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე მქონდა. ვემზადებოდი შეჯიბრისთვის, ვიყავი შეჯიბრზე და კიდევ ახალი შეჯიბრისთვის ვემზადები. ამ უიკენდზე ვიყავით შეჯიბრზე და გადავიღე ვლოგი, ვისაც გაინტერესებთ პატარა ინსაიდი MMA-ის გარეთ, ჩემი ცხოვრების, შეგიძლიათ ნახოთ, უკვე ატვირთული მაქვს YouTube-ის არხზე. სულ ეს იყო დღევანდელი ჩვენი ვიდეო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.